მოგესალმებით, განვიხილოთ სტატისტიკური ფუნქციები. პირველ რიგში აუცილებელია, რომ მქონდეს რიცხვების დიაპაზონი და ეს რიცხვები შევიყვანოთ უკვე განხილული rand between ფუნქციის საშუალებით. თქვენ მივუთითოთ დიაპაზონი ქვედა და ზედა ზღვარი 10-დან 70-მდე. rand between ფუნქცია, ვიცით რომ ყოველ შემდეგ ჩართვაზე თვითონ აკეთებს განახლებას, ამიტომ მოვაშოროთ ფუნქციის ნიშნულობა. დავაკოპიროთ და იგივე ადგილას ჩავსვათ მხოლოდ რიცხვითი მნიშვნელობები. ანუ მივუთითოთ ნამბერი. შედეგად, როდესაც უჯრას ავირჩევთ, მხოლოდ რიცხვითი მნიშვნელობა ეწერება. პირველი ფუნქცია განვიხილოთ small ფუნქცია. მისი კრიტერიუმებია data, ანუ დიაპაზონი და რანგი. ეს ფუნქცია მოცემული დიაპაზონიდან ამოარჩევს სიდიდით ყველაზე პატარა რიცხვს, ოღონდ რიგითობის მიხედვით. თუ მივუთითებთ 3-ას, ყველაზე პატარა მესამე რიცხვს ამოარჩევს და ასეთი ყოფილა 10. შემდეგი მსგავსი ფუნქცია large. დიაპაზონი და მეორე. ეს დაგვიბრუნებს სიდიდით მეორე რიცხვს. და ასეთი ყოფილა 68. შემდეგი ფუნქცია არის moda. როგორც ვიცით, მათემატიკაში moda არის ის რიცხვი, რომელიც მოცემულ დიაპაზონში ყველაზე ხშირად მეორდება. და აქაც გადავცემთ დიაპაზონს. ყველაზე ხშირად განმეორებადი რიცხვი ყოფილა 10. და მედიანა. მედიანის გამოსათვლელად მათემატიკაში პირველ რიგში გვჭირდებოდა, რომ რიცხვები დაგველაგებინათ ზრდადობის მიხედვით და შემდეგ თუ კენტი რაოდენობის რიცხვები იყო, ამოგვერჩია შუა რიცხვი და თუ ლუწი შუა ორის საშუალო არითმეტიკული. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ მხოლოდ დიაპაზონი გადავცეთ, დანარჩენს ფუნქცია თვითონ აკეთებს. და შესაბამისად რიცხვების მედიანა არის 32. შემდეგი ფუნქციები განვიხილოთ დამრგვალების ფუნქციები round-ი, round-up-ი და round-down-ი და ნახოთ რა განსხვავებაა მათ შორის. ავიღოთ რაიმე რიცხვი, რასაც დავამრგვალებთ 7.42. როგორც ვიცით, დამრგვალების დროს თუ იმ რიცხვის შემდეგ, რომელამდეც ვამრგვალებთ, წერია 5-ზე მეტი რიცხვი, მაშინ 1-ით იზრდება, ხოლო თუ წერია 5-ზე ნაკლები რიცხვი, მაშინ იგივე რჩება. უდრის round. უნდა მივუთითოთ რიცხვი და მძიმის შემდეგ რამდენი რიცხვი დაგვიბრუნოს. მივუთითოთ 1. შესაბამისად 4-იანის შემდეგ ეწერა 2-იანი და უცვლელი დატოვა დამრგვალებული რიცხვი არის 7.4. თქვა დავიღოთ სხვა რიცხვი 9.67 და ამ შემთხვევაში თუ გადავცემთ ამ რიცხვს და მძიმის შემდეგ დავტოვებთ 1 ციფრს, დაამრგვალებს და გაიზრდება 1. 6-იანის შემდეგ ეწერა 7-იანი და გაზარდა 1-ით. round-up
რაუნდისგან განსხვავებით ზედა მნიშვნელობისკენ ამგვარებს, ანუ ზრდის. მაგალითად, რომ გადავცემთ 7.42 და აქაც მძიმის შემდეგ დავტოვოთ 1, დაგვიბრუნა 7.5. განსხვავებით რაუნდისაგან, რომელმაც 7.4-ად დაამრგვალა მოცემული რიცხვი. და round down-ი ქვედა ზღურისკენ ამრგვალებს, გადავცეთ 9.67 და მნიშვნელობა იქნება 9.6. განსხვავებით რაუნდის მიერ დამრგვალებული 9.7-ისა.